დამიკავე ახლა მე ხელში. ჩვეულებრივი კბილის პასტა ხო ესეა? ერთი შეხედვით ასე ჩანს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არის არაჩვეულებრივი კბილის პასტა. და რატომ იცით? აქრობს კბილის ღრუს ნებისმიერ ანთებას. პარადონტოზი, კბილებიდან ღრძილებიდან სისხლდენა, არასასიამოვნო სუნს აქრობს. სტომატიტების დროს ძალიან კარგია, ჰერპესის დროს ნადებს აქრობს პირის ღრუდან და ხელს უქმნის მის ხელმეორედ წარმოქმნას. კიდე რა შვება? კბილის ღრძილებზე ქვის მოშორებას უწყობს ხელს და უშლის ასევე, რომ წარმოიშვას ახალი ქვები. გამოყენება შეიძლება ნურის ასაკიდან, არ არის საშიში იქიდან გამომდინარე, რომ მის შემადგენლობაში არის მხოლოდ და მხოლოდ 3 ინგრედიენტი და ეს 3 ინგრედიენტი არის ალოე ვერას სუფთა რბილობი, ფუტკრის პროპოლისი და პიტნა და რა ვიცით ალოე ვერას და ფუტკრის დინდგელის შესახებ, რომ ორივე არის ანთების საწინააღმდეგო ნივთიერება, ბუნებრივი საშუალება. ორივე არის ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული, ანტიპარაზიტული და ორთავე ებრძვის ანთებით პროცესებს ჩვენს ორგანიზმში და რა თქმა უნდა მისი გამოყენება ყოველდღიურად გაგეხმარებათ, რომ პირის ღრუს ანთებითი პროცესებიც აალაგოს ნელ-ნელა. დამიჯერეთ, ვინც კი ერთხელ გამოიყენებთ აი ამ კბილის პასტას, მერე სხვა კბილის პასტას აღარ შეიძინეთ. ამისი ფასი გახლავთ 29 ლარი საცალო ფასი და ერთ ადამიანს ყოფნის მინიმუმ 6 თვეს და ნახე რატომ სულ პაწაწუნა, აი, ძვლის ოდენა, მუხუდოს კაკლის ოდენა უნდა დაიტანოთ კბილის ჯაგრისზე და გამოიყენოთ. შეგიძლიათ შეიტოვოთ, პირის ღრუში დაიტოვოთ, არ გამოივლოთ წყალი, პირიქით კარგია, გადავა კუჭ-ნაწლავში, კუჭში გადავა და იქაც ბევრ რამეს გააკეთებს. და ვისაც მით უმეტეს კუჭ-ნაწლავის პრობლემები გააქვთ და არ გინდათ რომ გაგიღიზიანდეთ ჩვეულებრივი ვთქვათ მაღაზიაში ნაყიდი კბილის პასტით, იმიტომ რომ ის არის ქიმიური შემცველობის, სხვათა შორის აი ამ კბილის პასტაში ფტორი არ არის საერთოდ და შეგიძლიათ, ამიტომაც ვამბობ, რომ შეგიძლიათ თავად მისცეთ ბავშვებსაც უკვე იმ პერიოდიდან, როდესაც იწყებენ კბილების მოწესრიგებაზე ზრუნვას. მშობლები ბავშვების კბილის პირის ღრუს მოწესრიგებაზე ზრუნვას. სხვათა შორის ხელს უშლის ასევე პირში კბილებს შორის ჩარჩენილი საკვების